სახელთა მამისათა და დის სულთისათა. მადლის სულთის ეყავ თქვენ ყოველთა თანა უყვნისამდე და სულ საქართველოსთან. დღეს დღესასწაული სულთის გარდამოსვლის მოწაფეებზე და ჩვენ რამდენად ვაცნობიერებთ, რომ რა მნიშვნელობის არის. ეს არის დასაწყისი ქრისტიანული ეკლესიის ღვთის კურთხევით, მადლის გარდამოსვლით, მაგრამ ამ დღეს მოხდა სასწაული, რომ იყო ძველი აღთქმის ეკლესიის დღესასწაული 50 დღე პასუხიდან და დაემთხვა ეს ერთმანეთს და ამიტომ რომის იმპერიის ყველა კუთხიდან ჩამოსულიყვნენ მორწმუნე ებრაელები ამ დღესასწაულზე და იქ ყველა თავის ქვეყანაში იმ ენაზე ლაპარაკობდა. მოგვიყვება საქართველოს თქვა ქართულად ლაპარაკობენ ებრაელები, რუსეთში რუსულად ლაპარაკობენ, ჩინეთში ჩინურად ლაპარაკობენ და ასე ყველა ქვეყანაში და იყო ჩამოსული იქ რომის იმპერიის ყველა კუთხიდან. და როდესაც სულთის გარდამოსვლიზე თქვენ მოისმენთ ეს ადგილი ალაპარაკდნენ სხვადასხვა ენებზე და იმ ენებზე, საიდანაც იყო ჩამოსული ამ დღესასწაულზე, რომ ღვთის სიტყვა ყველას თავის ენაზე გაიგო. რომ გაერთიანებულიყო ენები სულთის მადლით. შეგვიხარია ეს დღე და მაშინ წუთი გავუსწრებ მომდენს ამ ჩვენ აი დღეს შორეული ამერიკიდან ჩამოვიდა მოძღვარი და ჩვენ დღეს ერთად ვწირებთ. ერთ ენაზე ლაპარაკობთ. ქრისტეს ენაზე ლაპარაკობთ, მადლის ენაზე, სიყოზე ენაზე ლაპარაკობთ, რწმენის ენაზე ლაპარაკობთ. ლინგვისტურად სხვადასხვა ენებია. სულიერ ერთი ენაა. ღვთის სიყვარული, მოყვარს სიყვარული. მაგრამ ეს ცალკე დღესასწაული არ არის. ეს არის დაგვირგვინება იმ საოცარი დაცემის, რომ ოდესღაც მოხდა. როდის? ბაბილონის გოდელი ხსენიათ და რა მოხდა? რომ ერთ ენაზე საუბრობდნენ მაშინ ნოეს შთამომავლები. ერთი ენა ჰქონდათ, რომელი იყო ეს ენა? 60-დან წამოსულებს ადამი რა ენაზე ლაპარაკობდა უფალს? ღვთის ენაზე. და უფალი დაელაპარაკა იმ ენაზე, რომ გასაგები იქნებოდა. აი ეს ენა აერთიანებდა მათ, მაგრამ ხარისხის გამო გაიყვნენ, დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. და რატო? ამ პარტავნების გამო, რომ გოდოლი უნდა ეშენებინათ, მაღალი ძალიან ცამდე წლებოდესო, რომ ჩვენი სახელი დავწეროთო და ღმერთამდე ავიდეს ეს. ანუ ამ პარტავნების გოდოლი შენდებოდა. და უფალმა დაარღვიეს და მისცა სხვადასხვა ენები. ერთმანეთს აღარ ესმოდა. ხო ჩვენ არ გაგვირდება საქართველოს ხედავთ რომ ქართველები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ქართულად მას სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და მიტინგები მოდის რათა ის რა ქვია აქციები რომ დააქცია ქვეყანა სულ გრძელდება. ენა ერთია და გაგება სხვადასხვა არის. და უფალმა თქვა რომ შეიძლება სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ერთი გაგების ვიყოთ ჩვენ. ამით დღევანდელი დღეს სულთის გარდამოსვლით მოხდა იმ დაცემის საპასუხოდ ღვთის მადლით აღდგენა სხვადასხვა ენების ერთობისა. არა მრავალფეროვნება კი არ უარყო, ან მრავალფეროვნება ერთ ნიშნულზე, ერთ საფუძვლზე დაიყვანა. ღვთის მადლმა და ღვთის წყალმა, ღვთის სიყვარულმა. და ჩვენ ამას დღესწაულდა მე მიხარია, მე გამოხატა ჩემი სიხარული მამა ენდრიუს და მასთან ერთად აი პროტოდიაკონი ბრენდონი ხო აქ ჩათასია ბრენდია და მოიშლება კარგია ხო და აი ეს დღესასწაულია ეს არის ეპოქალურია მარადიულობაში გაცხადებული ჩვენთვის ღვთის სიყვარული ამ ქვეყანაზე წარმოქვეყანაში ეს მარადილობით ეს სიყვარული ღვთისა თავისუფლებისადმი გაცხადდა აი ამ გამთლიანებით ადამიანებისა რომელსაც ენობრივი ბარიერი აქვს მაგრამ
სულიერი არა. და იქ სულიერმა ბარიერმა წარმოშენების განსხვავება. აი ამას გილოცავთ თქვენ, ამას გილოცავთ ჩვენ ეკლესია, ამას გილოცავთ ჩვენი მოციქულები გილოცავენ თვითონაც უყვირდა და როცა გაიგო პეტე მოციქულმა რომ გონიათ რომ ესენი დამთვალანო და რაც ურევენ აქ და რომ კი მაგრამ ყველა თავის ჩვენებზე ლაპარაკობენო და უცნაურია საიდან იციან ამათმა ამ კვიდრინო ისრაელსა საიდან იციან ჩვენი ენებიო და პეტე მოციქულმა პირველ ქადაგება წარმოთქვა რომ გაიხსენა ეს არის ემტიასა მეტყველს ნათქვამის სიტყვა რომ ალაპარაკებენ ამეტყველდებიან სხვადასხვა ენები ერთ ენაზე და ჭაბუკნი ქალწულნი ერთად გაერთიანდებიან სხვადასხვა ერის შვილები. ხო, აი ეს საოცარი სიყვარულის თვისება, მრავალფეროვნების ერთსულად გაერთიანება, გამთლიანება და ამას გილოცავთ თქვენ, რომ ეს არის ერთადერთი გზა მშვიდობის დამყარებისა, ერთადერთი გზა ერთობის აღდგენისა. ამიტომ ჩვენ ლოცულობთ რომ მადლის უსატმინსა სუფევდეს ჩვენს და ჩვენს ქვეყანაზე ერზე ადამიანებს შორის. და მე გავიხსენე რამაენდრისთან ერთად რომ აქ ჩამოდიოდნენ სერბები ყოფილან, ბულგარელები, რუმინელები ყოფილან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან მოდრები. ამერიკიდან პირველად მე თანამწირველი აღმოჩნდი, ამერიკიდან ჩამოსულ მოდრის და გამახსენდა მე ვლატო მაკურთხედო 1988 წელს პატრიარქი. მაშინ იყო სახელმწიფო დივანი ამერიკიდან ჩამოსული ჯორჯ შულცი და პატრიარქმა თქვა რომ სიტყვით გამოდიო, მიეულოცა უწესა და მან თქვა საოცარი სიტყვა მაშინ. ეხლა საქმეში მან გადახედა აუდიტორიას დაინახა რაც ხდება. გზები, ქუჩები გადაკეტილი იყო, არავის არ უშვებდნენ იქ. გარდა კოსტუმით, ჰალსტუქით კოსტუმირებული თანამშრომლების, გასაგებინ თანამშრომლების და რომ რამე არ მოხდეს, ახლა და როგორც ჩანს, გამოცილი კაცი იყო ეს ჯორჯ და გადახედა მიხვდა რომ ეს წყვილთო იყო, რამის პადრუჩკით ცოლქმარი მოსული სპეცსამსახურის ხალხი და თქვა სიტყვა თავრობი მოდიან და მიდიანო ეკლესია დგას რომ მარადიულობის მოწმეთო სვეტი ჭეშმარიტებისა სიმართლისაო და ეს სიტყვა მე ხან გავიხსენე და მადლობა გამახარა მამაენდრიმ თავის მოშლით აქ და აი ეკლესიის მისია ეს არის ქვეყანაზე რომ ერთ ენაზე სხვადასხვა ენები ამეტყველდნენ ენა სიყვარულისა, ენა რწმენისა, ენა სიწმინდისა, ენა ზნეობისა, უფლის და მოყვარს სიყვარულისა. აი ეს ამ ენის გაცხადება ქვეყანაზე დღეს მოხდა. და ხდება ყოველთვის, რომელსაც ეკლესია დღეს საუბრობს ამას, ვიხსენებთ და სოფლებს ვახსენებთ, რომ გეყოფათ ომი, გეყოფათ ტრობა, გეყოფათ სიძულილი. უფალი მოვიდა ჩვენ ველოდებით მეორთ მოსვლას. იფიქრეთ, როგორ შეხვდებით თქვენ უფალს, როცა მეორე მოვა იგი. აი ამაზე იფიქრეთ და დატოვეთ ეს წარმავალი შუღლი და მარადიული სიყვარული შეიძინეთო. აი ეს ამ მადლის დღეს ჩვენ დღესასწაულს ჩვენ და გილოცავთ ყველას. მადლობა.